გამარჯობათ ჩემო ქართველებო, მოგესალმებით ემიგრაციიდან. ძალიან დიდი ხანია მაქვს სურვილი, რომ გაგიზიაროთ ჩემი პირადი რეცეპტები და როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალა, მოვიკრიბე ენერგია და პირველად მინდა შემოგთავაზოთ უმარტივესი სტაფილოს კექსი, რომელსაც კიდე რამოდენიმე ვარიანტად ჩავშლი. არის ძალიან მარტივად მოსამზადებელი და შეგიძლიათ ამ ბაზაზე მოამზადოთ სხვადასხვა სახის კექსები. Так, ესე იგი დავიწყეთ. ვათავსებთ ბლენდერში სტაფილოს. სტაფილო არის 220 გრამი. ვუმატებთ 2 ცალ კვერცხს. ვუმატებთ 200 გრამ შაქარს. ბლენდერშივე ვათავსებთ ყველაფერს, ვუმატებთ 55 გრამ ლიმონს. კანიანად ოღონდაც არ უნდა შეყვეს მარცვლები ლიმონის თავის, იმიტომ რომ ძალიან ამწარებს კექსს. ვუმატებთ 100 გრამ ზეთს. აუცილებლად წიკუ მარილს და ვანილს. ვანილი არის აქ უფრო მეტი შაქარი ევროპაში ვიდრე ვანილი და ამიტომ ცოტა მეტი მოგეჩვენებათ, მაგრამ არის სულ 5 გრამი ვანილი შემადგენლობაში. ეხლა უნდა დავაბლენდეროთ. ესე იგი ვაბლენდერებთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ და განსაკუთრებით მათთვის, ვისი შვილიც არ მიირთმევს სტაფილოს, არის იდეალური. ეხლა კიდე შემიძლია ესეთი რაღაცა გითხრათ, რომ შეგიძლიათ სტაფილოს მაგივრად დაუმატოთ 220 გრამი, ან 240 გრამი, როგორც არის ვაშლი, მიიღებთ ვაშლის კექს. თუ სტაფილოს და ვაშლის მაგივრად დაუმატებთ ხაჭოს, გექნებათ ხაჭოს კექსი. და ძალიან სასარგებლო გამოდის თქვენი პატარებისთვის. შეგიძლიათ გააკეთოთ ბანანის კექსიც, მაგრამ თუ ბანანს დაუმატებთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია მოვაკლოთ ფქვილს 50 გრამი ფქვილი და დაუმატოთ 50 გრამი კაკაო, იმიტომ რომ ბანანი თავისებურად აშავებს მაინც ცომს. ეხლა რაც შეეხება ფქვილს, ურევთ ცალკე, იმიტომ რომ ბლენდერის მეშვეობით ეს წარმოუდგენელი არ გადაერევა და სავარაუდოდ ბლენდერსაც გააფუჭებთ. ესეც ასე. გადაურევთ კარგად. არაფერი საშიში აქ არ არის, რომ ან არ გამოვიდეს, ან რაღაცა გაგიფუჭდეთ. ხო, როცა მარხვა დაიწყება, ამ კექსის სამარხო ვარიანტს განახებთ და არის ისიც ძალიან გემრიელი და იდეალური. ეხლა აუცილებლად უნდა მოусვათ კარაქი ყველგან. აუცილებლად მოაყარეთ ფქვილი ცხიმის მოსმის მერე და ხართ დაზღვეული. არასოდეს არ მიგეკვრებათ კექსი და ყოველთვის გადმობრძანდება ლამაზად ფორმი და ყოველგვარი ნერვების მოშლის გარეშე. აი სულ ეგ არის. ესეთ უნდა გქონდეთ. ვასხამთ ცომს. თუ ბავშვებისთვის არ გინდათ და დიდებისთვის გინდათ, შეგიძლიათ შუაში ნიგოზი დაუმატოთ, შეგიძლიათ ქიშმიში თუ გიყვართ ის დაუმატოთ. რაც თქვენ გაგიხარდებათ, მაგრამ ახლა ორიენტირებული ვართ ბავშვებზე და ამიტომ არაფერს არ ვამატებთ. ნუშის ფანტელიც ძალიან უხდება ზემოდან, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვათავსებთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთი, მაგრამ მაინც ჩემი რჩევაა, რომ შეამოწმოთ ჩხირით სრულ მზაობამდე, თუ არა მოყვას ისველე, ესე იგი კექსი მზად არის. სულ ეგ არის და
თუ კი ამ კექს დააყოვნებთ 2 დღე, გარწმუნებთ, რომ მესამე დღეს გაცილებით უფრო გემრიელია, უფრო ნოტიოა და უფრო არომატულია. ალბათ წავედით. არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა, დამიტოვეთ კომენტარებში მომდევნო რა გაინტერესებთ, რისი ვიდეო დავდო, დიზაინი, რეცეპტი თუ რა. დაგემშვიდობებით, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.